გამარჯობა. მოდით ვნახოთ, როგორ გადმოვიტანოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან სტატიკურად მიმდინარე კურსები და როგორ გამოვთვალოთ, რომელ თვეში რომელი კურსი საშუალო დრის მაჩვენებელს გვაძლევდა. მე გიორგი ვარ დათვიშვილი და თქვენ ყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. სტატისტიკის მონაცემებზე გადასვლისას NBG Gov.gz-ზე შემდეგ ავირჩიოთ სტატისტიკური მონაცემები. აქ უკვე ავირჩიოთ მაგალითად გაცვლითი კურსები და როგორც იცით, ყოველ საღამოს 17 საათზე ახლდება Excel-ის ფაილში მონაცემები მომდევნო დღისთვის. თუ რა თქმა უნდა შაბათი კვირა, ასეთ შემთხვევაში მონაცემები უკვე გადადის ავტომატურად ორშაბათის კურსზე, შაბათზე და კვირაზე. ანუ გამოდის, რომ ნებისმიერ თარიღში თუ გვაქვს პარასკევის შემდეგ შაბათი კვირა და ორშაბათი ერთი და იგივე მონაცემი გვიწერია. მიღებული ფაილიდან პირველ რიგში ეს უჯრა merge-ით გავთიშოთ. შემდეგ დავიტოვოთ მხოლოდ ვალუტის მანიშნებლები, რომლებიც არის, ასე ვთქვათ, აბრევიატურები და ჩვენ დავიტოვოთ ჩვენთვის სასურველი მაგალითად 3 კურსი. ეს არის პირობითად ევრო, ეს არის ბრიტანული გირვანკა სტერლინგი, შესაბამისად კიდევ დავიტოვოთ მაგალითად დოლარი და სხვა დანარჩენი მონაცემები უბრალოდ გავაქროთ და წავშალოთ. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები, რომელიც აქ გვაქვს, თარიღით დავასათაუროთ, ეს არის თარიღი. და როგორც გითხარით, იმ შემთხვევაში თუ თარიღი იქნება და ვნახოთ მოდით long date-ები, დავინახავთ, რომ სადაც გვაქვს შაბათი, კვირა და ორშაბათი, გვერდით მონაცემები ერთი და იგივეა. ძალიან დაბალია იმისი ალბათობა, რომ ზუსტად ასეთი სამეული გამეორდეს ისეთ თარიღში, როდესაც სხვა რიცხვია, ანუ იდენტური სამეული, ზუსტად ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია, როგორც უკვე ვთქვით, თუმცა შესაძლოა იყოს დაზღვევის მიზნით, სანამ სვეტებს წავშლიდით, მანამდე გაგვეკეთებია remove duplicate, ვინაიდან და რადგანაც კიდევ უფრო შეგვემცირებინა დაშვება ამ რისკის. თუმცა აქაც დიდი ალბათობით ვერასდროს ვერ იქნება 3 ერთნაირი რიცხვი, მაგალითად ყოველ ორშაბათს და მერე მაგალითად რომელიღაცა ხუთშაბათს ეგეთივე ზუსტად იდენტური 3-ვე მონაცემი. მივცეთ ახლა ბრძანება remove duplicate, რაც გამოიწვევს იმას, რომ მართლაც ერთნაირი ჩანაწერები ოღონდ თარიღის სვეტის გარეშე რასაკვირველია, წავშლით, მივცემთ OK-ს და ეს ავტომატურად გამოიწვევს, რომ ყოველთვის დარჩება ხოლმე შაბათ დღეზე ის კურსი, რადგან პირველი ჯერ შაბათია, მერე კვირა და ფაქტობრივად ორშაბათი არცად აღარა გვაქვს, იმიტომ რომ ყველა შაბათი როგორც ხედავთ ჩანაცვლდა ავტომატურად. შესაბამისად, ანუ თუ ამას უკვე როგორც საშუალოს მაჩვენებლად ავიყვანთ, თავისთავად შეგვიძლია დავიწყოთ მისი დამუშავება. თუმცა შესაძლოა ეს კონკრეტული რომელიმე თარიღი, მათ შორის რა თქმა უნდა სახელმწიფო დასვენების დროსაც კურსი მეორდება ხოლმე, ესეც გასათვალისწინებელია ზოგადად, თუმცა ამ დეტალში ესე ღრმად აღარ შევიდეთ და ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ მაინდა-მაინც გვინდა რომ ეს იყოს არა შაბათი, არამედ ორშაბათი, იმიტომ რომ შეიძლება ორშაბათი უკვე სხვა თვეს განეკუთვნება, მაშინ დამატებითი ფორმულით შეიძლება ყველას ამ თარიღის შაბათი კვირების ორშაბათზე გადატანა პირობითად. და აი მოდით თუნდაც ეგ მაგალითიც გავაკეთოთ, ეს არის ასეთი შემთხვევა, როდესაც ვიყენებთ days-ი, სადაც ვეტყვით, რომ ეს ფუნქცია უკან დავხიოთ ერთი დღით გადავიდეთ და შესაბამისად ნახეთ იგივეს გაიმეორებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იყო შაბათი, ის გადავიდა უკვე მომდევნო ორშაბათზე. ნუ მივიღეთ ეს თარიღები, დავარქვათ მაშინ ამას სწორი თარიღი, ესეთ ვარიანტში ვქნათ და შესაბამისად დავამუშავოთ უკვე pivot. მივცეთ insert-ი, ავირჩიოთ pivot table-ი, მივცეთ OK და შესაბამისად ეს მონაცემები სწორი თარიღით შემოვიტანოთ. რა თქმა უნდა, თარიღები დაჯგუფდებათ, იმიტომ რომ იცის რომ თარიღია. შემოვიტანოთ ევრო, შემოვიტანოთ ფუნტი, შემოვიტანოთ დოლარი, დოლარი წამოვწიოთ წინ, რადგან უფრო პოპულარულია ხოლმე და აი აქ როგორც ხედავთ, ესენი დაჯამდა. ჩვენ რეალურად ჯამი არ გვინდა, ჩვენ გვჭირდება average-ი, ამიტომ აი აქ როგორც ხედავთ, ყველა მათგანი
გვანდა რომ average-ზე ვაჩვენოთ თუ რა იყოს საშუალო კურსი შეგვიძლია მოვნიშნოთ მაგალითად ესენი და პირობით ფორმატირებაში დავადოთ ბრძანება რომ top 1 პოზიცია რაც არის ყველაზე მაღალი იყოს წითელი შესაბამისად იგივე შეიძლება გაკეთდეს დავუშვათ აქაც ავირჩიოთ რომ top 1 იყოს ყველაზე მაღალი და პარალელურად შეგვიძლია გავაკეთოთ როცა ყველაზე დაბალი იყო ის იყოს მაგალითად მწვანე აქაც top 10-დან ავირჩიოთ 1 რომელიც არის ყველაზე მაღალი და ნუ იგივე პრინციპით გავყვებით და ნახავთ რომ მივიღებთ მაგალითად ამ შემთხვევაში bottom 10 და აქ მივცეთ 1 და ამას მივცეთ უკვე green-ი და ოკეი, აი ყველაზე დაბალი გქონდა თებერვალში, ყველაზე მაღალი გქონდა მარტში, საშუალოზეა საუბარი. თავისთავად როგორც ხედავთ, აი გავხსენით თითოეული თარიღი, ასე ვთქვათ, რაც გქონდა ბაზაში დავინახეთ და შიგნით ნუ დღე აქვს თუ როგორ აქვს ეს თარიღსაც, რა თქმა უნდა, ესეთი ფორმატით გვაჩვენებს. და სულ ეს იყო, რაც მინდოდა ამ ვიდეოში თქვენთვის გამეზიარებინა. მადლობა ყურებისათვის, ან და გავიწერეთ გელოდებით ტრენინგებზე, გამოიწერეთ ჩემი არხი და დამისვით შეკითხვები მომავალ შეხვედრამდე.